თბილისის ქანდაკება, პოეზია, ქვაში ბადრი ქუთათელაძის გამოცემა სხვადასხვა პერიოდის თბილისის თითქმის ყველა ძეგლს მოიცავს. მათ შორის ისეთებსაც, რომელიც დღეს ქალაქში უკვე აღარ დგას. 350-მდე ძეგლი თავისი განმარტებებით, თარიღებით, ისტორიებით და რა თქმა უნდა, მთავარი ავტორებით ამ ახალი წიგნით შემოგვიერთდა სტუდიაში მისი ავტორი მწერალი ბადრი ქუთათელაძე. მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა თქვენ, რომ შეწუხდით და დამბადიშით. მოდით დავიწყოთ იმით, ეს წიგნი როდის გამოვიდა და მანამდე თუ ყოფილა, ვთქვათ, მსგავსი ენციკლოპედიური ხასიათის, ვთქვათ, გამოცემა, რომელიც ასე სრულყოფილად ასახავს და მოიცავს თბილისის ძეგლებს. კი ბატონო, რაც შეეხება ეს წიგნი, ახალი გამოსულია და ხვალ შედგება ამის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში. წიგნი თბილისის ქანდაკება, პოეზია, ქვაში ჩემს მიერ გამოიცა 2002 წელს. ეს იყო პირველი წიგნი, შედარებით სრულყოფილი და მოიცავდა სადღაც 200-250 ქანდაკებას. ეს წიგნი არის უფრო შევსებული და ატარებს ენციკლოპედიურ ხასიათს. რამე თუ თითოეულ პიროვნებაზე, ვისაც ძეგლი დაედგა თბილისში, ის ღირსეული ქართველები არის მასალა მათ შესახებ, მათ მოღვაწეობაზე და ეს სასურველი იყო ალბათ ასეთ სტილში ამ წიგნის გაკეთება, რამე თუ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცოდნენ თბილისში ვისი ძეგლი დგას, ვინ იყო ეს პიროვნებები, სად დგას, რა მასალაშია შესრულებული, ვინ არის ავტორი და ასე შემდეგ. როგორც ვიცი, თითქმის ყველა ძეგლია ხო შესული, სადაც 60-70 თითქმის ყველა ძეგლია შესული. არის რამოდენიმე რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ეს მე ვიცი, რაც არ არის შესული 2-3 ძეგლი, თითქმის ყველა ძეგლია შესული და მე მინდა შემთხვევით ვისარგებლო ახლა და მადლობა უთხრა იმ ხალხს, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა, ბატონი დავით ანდრიაძე, ხელოვნებათმცოდნე, რომელმაც არაჩვეულებრივი წინა სიტყვაობა დაწერა და ესე ამ საკითხს, რასაც ქვია მეხსიერება, ფილოსოფიურად მიუდგა ყველაფერს. დიდი მადლობა ყველას, მთელ ჯგუფს, შემოქმედების ჯგუფს, ვისთანაც ერთად მომიწია მე მუშაობა. და ასევე რადგანაც ახლა მადლობებს ვამბობ, არ შემიძლია ვთქვა, არ ვახსენო კულტურის სამინისტრო, ბატონი გურამ მოდიშარია და არ ვახსენო ქალაქ თბილისის მერია, რომელთა ხელშეწყობით ეს წიგნი გამოვიდა. ბატონო ბადრი, ალბათ რთულია ახლა ჩვენ საერთო დროში ჩავეტიოთ და ვთქვათ მოუყვეთ ქართული ქანდაკების ისტორია და განვითარების გზები თუ სხვადასხვა ეტაპები, მაგრამ აი მაინც გარკვეულწილად რომ მიმოვიხილოთ, აი რა ვთქვათ ყველაზე მეტი ძეგლი ვთქვათ აი რა პერიოდის თბილისში დაიდგა. რასაკვირველია, ყველაზე საერთოდ ჩვენ არ ქონდა ისეთი ტრადიცია ქართული ქანდაკების მშენებლობის. ამას აქვს თავისი გარკვეული მიზეზი. ქრისტიანობის დამკვიდრებამ საქართველოში აი ეს წინა პერიოდი, წარმართული პერიოდის მცირე ფორმის სკულპტურებზე მუშაობის ტრადიცია მიუღებლად ჩათვალა. რამე თუ ხუროთმოძღვრებაში უფრო გადავიდა. იმიტომ რომ ჩვენ წელთან ახლა ეს წიგნი იწყება, პირველი ძეგლი არის აქ თამადა. თამადა არის ჩვენ წელთა აღრიცხვამდე მე-7 საუკუნის და ასლი დგას. ესე იგი, ჩვენ გვქონდა წინა ქრისტიანულ პერიოდში სკულპტურაზე მუშაობის რაღაც ტრადიცია, მაგრამ შემდეგ შენელდა ეს ყველაფერი და ქართულმა ნიჭმა აი ამ კუთხით გადაინაცვლა სამონასტრო მშენებლობაზე და არ არსებობს საქართველოში ტაძარი, სადაც არ იყოს გორელიეფი, ბარელიეფი, სხვადასხვა ფორმის ჩუქურთმა, მოზაიკა, დეკორი, ეს ალამაზებს ჩვენს ტაძრებს და მოდის ეს მე-5-მე-6 საუკუნიდან და აი დღემდე გრძელდება და ალბათ ყველასათვის ცნობილია თუ რაოდენ სილამაზეა ნიკორ წმინდა თავისი ჩუქურთმებით და თავისი სხვადასხვა გორელიეფები და ბარელიეფი, ასევე სხვა ტაძრები და ასე გადაინაცვლა. როგორც ვიცი, ასევე შესულია ის ძეგლებიც, რომელიც ახლა რაშია საქმე. სადღაც მე-19 საუკუნიდან უკვე ჩვენთან დაიწყო ქანდაკების, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ძეგლების მშენებლობა და ძალიან საინტერესო პიროვნება მოღვაწეობდა თბილისში. ეს იყო ფელიქს ხოდოროვიჩი.
ეს კაცი იყო მოგილევის ოლქიდან, ბელორუსიიდან, თვითონ და თავისი ძმა, რადგან დღეს ამ პიროვნებაზე არავინ არაფერს არ ლაპარაკობს. ჩამოსული იყვნენ თბილისში, თავის ძმა წავიდა აზერბაიჯანში, იქ ბაქოში ასწავლიდა ფერწერას, თვითონ დარჩა ფელიქს ხოდოროვიჩი თბილისში, მან დაგვიდგა ყიფიანის, ერისთავის ძეგლები თაცმინდის პანთეონში, იტალიურ მარმარილოშია შესრულებული. ასევე ჩემო ბატონო დადგა პუშკინის ძეგლი თბილისში. ეს არის უნიკალური ძეგლი, თავისი შესრულებით, მხატვრული დონით და ასევე დადგა გოგოლის ძეგლი თბილისში. და რაც მთავარია, როცა სიონის ტაძრიდან ილია ჭავჭავაძის გამოსვენება მიმდინარეობდა, იმ დღეს ფელიქს ხოდოროვიჩმა ილია ჭავჭავაძის ნიღაბი აიღო და მარჯვენა ხელის ფორმა და ეს მუზეუმში ინახება დღეს. ეს არის რაღაც თავისებური ისტორია. თითოეული მათგანი ჩვენ ვალდებული ვართ ჩავჭროთ. მეხსიერებაა ეს. მეხსიერება ადამიანი რომ დაკარგავს, ეს ძალიან ცუდია. აი ძალიან მნიშვნელოვანია რა. ჩვენ ვეცადეთ რომ აი რაღაც მეხსიერება აღვედგინა. უკდავყოს ეს ისტორია. აქ ძეგლები დგას, ბევრი ისეთი, შეიძლება უსახურიც იყოს, შეიძლება იდეოლოგიურად მიუღებელი იყოს დღევანდელი საქართველოსის, მაგრამ ეს ჩვენი მეხსიერებაა. ამიტომ ჩვენ აი ამას ყველაფერს უნდა მოვუარო. თუ მომავალ თაობებმა იცოდნენ რა იყო, რა არის და როგორ ჯობია ხვალინდელი დღე წარიმართოს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ხვალ უკვე გამოვა ხო შედგება პრეზენტაცია ამ წიგნის და ვისაც ოჯახში სურს რომ მქონდეს. და მართლაც შვილებმა და შვილიშვილებმა შემდეგ იცოდნენ რა ხდებოდა და როდის რა წელს რა შეემატა ჩვენს ხალხს. ყველაფერი მოკლედ არის აი ამ წიგნში. ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ჩვენი სტუმარი და მოდით ერთად შევიხედოთ სტუმართან ერთად